უკვე სტუმრებთან ერთად, ვიდრე მათ წარვადგენდა მე მაყურებელს მანამდე ვეტყვი, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა შორის გასული წლის ბოლოს გამოაცხადა კონკურსი ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების საუკეთესო შემსრულებლის გამოსავლენად და გამომდინარე იქიდან, რომ ეს კონკურსი თებერვალში უკვე დასრულდა, ბუნებრივია, რომ მათ დაჯილდოების დროს დადგა. პირველ რიგში მინდა რომ ვისაუბროთ კონკურსის შესახებ, სხვათა შორის ჩვენ როდესაც თვალი გადავივლეთ კონკურსანტ მონაწილეთა სიას, აღმოაჩინეთ, რომ თითქმის თურმე არ არსებობს მსოფლიოს მაღალგანვითარებული ქვეყანა, სადაც არ არსებობს ქართული ფოლკლორული ანსამბლი. სწორედ ჩვენს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა მონაწილეთა რაოდენობა. პროექტს რო დაუბრუნდეთ, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, კანადა, ლატვია, აზერბაიჯანი, ამ ყველა ქვეყანაში არსებობს ფოლკლორული ანსამბლი. ჩვენი ბიჭები ძალიან ლამაზ სიმღერას შეუსრულებენ. ძალიან გვიხარია. ან სამხერეთს გადაეცემა. რა თქმა უნდა, საქართველოს ჰიმნი, ჩვენს ისტორიული ჰერეთს და ჩვენს მეგობრებს თავისი დისკით, ნოტებით, თუმცა რა თქმა უნდა, მათ ეზეპირად ისედაც იციან, სოციალური ქსელის გამარჯვებული გახლავთ და ანსამბლ ჰერულას ბატონი გელა დუმბაძის და აპარატის სახელით გადაეცემა სოციალური ქსელის გამარჯვებულის წოდებისთვის. გვანახეთ თუ შეიძლება ეკრანზე რომ გამოჩნდეს ეს სიგელი, სწორედ ჰერულა შეგვისრულებს ახლა სიმღერას საინგილოდან ჩვენი სტუმრები, აბა გისმენთ. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ სტუმრობისთვის, თქვა დიასპორის სამინისტროს ასეთი ინიციატივისთვის. თქვენ და იმედი დავიტოვოთ, რომ ხო გაგრძელდება და უკვე რაღაცნაირად თავისი ისტორია ექნება ამ კონკურსში. ვითხოვთ ამას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანები. ძალიან რთულია დაეშვა მიწაზე და გამოცხადო რეკლამა, მაგრამ მე ტელევიზია.